მოგესალმებით მეგობრებო, შეგვიძლია ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ, ვინაიდან კვორუმი გვაქვს და აპარატი ადასტურებს. ამ ფაქტს დღეს გვაქვს ერთი საკითხი, რომელიც არსობრივად ტექნიკური ხასიათის ცვლილება არის, ვინაიდან ეს კანონქვემდებარე აქტებში დათქმული ვადების გადახედვასთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ის ცვლილებები, რაც თქვენთვის მაქვს წარმოდგენილი, ამიტომ აქვე წარმოვადგენ თქვენის ნებართვით და შემდეგ თუ კითხვები არ იქნება უკვე დავაყენებ საკითხს კენჭისყრაზე, რაც შეეხება თვითონ აი ამ საკითხს, ეს არის ერთგვარი პაკეტი არის, ვინაიდან კანონში შედის ეს ანალოგიური ხასიათის ცვლილებები, ეს არის ბავშვთა უფლებების კოდექსში და პერსონალურ მონაცემათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ კანონქვემდებარე აქტების დათქმული ვადების გადახედვასთან გვაქვს დაკავშირებული, ამიტომ მიმდინარე სესიაზე ამ საკითხსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ, როგორც ბიურომ უკვე დაადგინა. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, შემიძლია გიპასუხოთ, თუ არა და უკვე შეგვიძლია ჩვენი ესეთი ეფემერული სხდომა კომიტეტისა დასასრულისკენ წავიყვანოთ. გვაქვს კითხვები? მაშინ გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს, ვინ არის მომხრე? ერთხმად არის გადაწყვეტილი, საკითხი განხილული არის და კომიტეტის სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა მეგობრებო.